სალამი, მე ვარ ანტონ აჭარაძე, ისტორიკოსი. ჩემი კვლევის საგანს წარმოადგენს საბჭოთა წარსული, ასევე პირველი რესპუბლიკა. ძალიან მაინტერესებს ამ მხრივ პარალელები ვიზუალურ გამომსახველობით ხელოვნებაში, ისევე როგორც ვთქვათ, საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც მაინტერესებს ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიაც, განსაკუთრებით ამ პერიოდის კომუნისტური წარსულის და მინდა ვისაუბრო ერთ ისეთ ნაკლებად ცნობილ ფილმზე, რომლის რეჟისორიც არის რადუ ჟუდე და მას ქვია, ასე ვთქვათ, უიღბლო პორნო. გრძელი სათაური აქვს Bad Luck Banging or Loony Porn, ასე ითარგმნა ინგლისურად. ზოგადად რა არის ეს რუმინული ახალი ტალღა კინემატოგრაფში 90-იანი წლების ბოლოდან და 2000-იანებში. ასე ვთქვათ, პირდაპირ გააოცა ევროპა და ზოგადად ასეთ რუმინული ახალი ტალღის კინემატოგრაფმა იქ იყვნენ ისეთი ძალიან დიდი წარმომადგენლები, როგორც არის კრისტიან მუნჯიუ, ასევე სხვა რეჟისორები, ქალი რეჟისორები მათ შორის და ყველაზე ისეთ ფესტივალებზე ტოპ ფესტივალებზე, რომელიც არის კანის, ვენეციის, ბერლინის, საკმაოდ მრავალ რუმინული ახალი ტალღის ფილმს აქვს უკვე მოგებული მთავარი ჯილდო. ბერლინალეზე მაგალითად ბოლო 10 წლის მანძილზე 3 ფილმმა დაიმსახურა ოქროს დათვი. აქ არის რუმინულ ახალი ტალღის ფილმებში ასახულია სატირა, ძალიან კარგად არის გადამოცემული და გააზრებული ჩაუშესკუს რამდენიმე 10 წლიანი მმართველობა, რომელიც როგორც ვიცით 1989 წელს მისი ჩამოგდებით დასრულდა. არის გამოყენებული დიდი დოზით სატირა და იუმორი, არის ასევე ძალიან მძიმე თემებიც, იგივე კრისტიან მუნჯიუს ეს ფილმი 4 თვეს ამი კვირა და 2 დღე ეხება არალეგალურ აბორტებს და ასევე ბავშვების მიტოვებას, ვინაიდან ჩაუშესკუმ თავის დროზე აკრძალა აბორტები რუმინეთში და უდიდეს პრობლემასთან დადგნენ ამის გარდა. ამას გარდა აქვს შესანიშნავი ხიარული იუმორისტული ფილმი ოქროს ხანის ზღაპრები, რადგან ჩაუშესკუმ გამოაცხადა ოქროს ხანა და იქ არის რამდენიმე მოკლე ეპიზოდი კომუნისტურ, ასე ვთქვათ, ურბანულ ლეგენდებზე, ვთქვათ რა, როგორ გვერდს უვლიდნენ სისტემას, როგორ მუშაობდნენ პროპაგანდასთან და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მთლიანმა ტალღამ ძალიან კარგი როლი შეასრულა თავად რუმინულ საზოგადოებაში ამ ყველაფრის გადააზრებისკენ, რაც სამწუხაროდ ჩვენთან არ შეინიშნება. კი, ჩვენთან დაიწყო მაგალითად იგივე აი რეპრესიების თემაზე მიდის ბევრი საუბარი 30-იან წლებზე, თუმცა აი მაინც არ არის იმ დონეზე დაგროვილი მასალა, რომ უფრო კარგად გავიაზროთ წარსული, მას შორის აი ესეთი გამომხატველობითი ფორმებით. აი ეს ფილმი, რომელზეც ახლა მინდა ვისაუბრო, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სატირა უკვე COVID ეპოქის და ჩვენი ხვდებით ფილმი იწყება ამგვარად, შევეცდები რომ ნაკლებად დაგასპოილეროთ, უყურებლები ფილმი იწყება ამგვარად, რომ ქალი და მისი მეუღლე გადაიღებენ, ასე ვთქვათ, სახლის პორნოს და შემდეგ შემთხვევით ეს კაცი ვიღაცას ჩაუგდებს თუ სადღაც დახურულ ჯგუფში ატვირთავს და შემთხვევით ეს მათი, ასე ვთქვათ, სახლური ვიდეო გავრცელდება ინტერნეტშიც და მინდავრობთ ერთი დღის მანძილზე ეს ქალი მოძრაობს ქუჩებში, რომ საღამოს მივიდეს, ასე ვთქვათ, ღია საზოგადოებრივ სასამართლოზე, რომელსაც მის სკოლაში დირექტორები, სხვა მასწავლებლები და ბავშვების მშობლები მოუწყობენ მას. ანუ ამისთვის ემზადება ის ადამიანებს ხვდება, თუმცა ამ ქუჩაში გადაადგილებისას არის ძალიან ბევრი სატირა იმ COVID-ის მდგომარეობაზე. იქ ხვდება ყველა ის თემა, რაც ჩვენს გამოვიარეთ და ამით ძალიან გავართ აი ამ აღმოსავლურ ევროპულ ქვეყანას, იქ თქვა აფთიაქში, როდესაც რიგში დგას და იქ ვიღაც იძახის, რომ ეს ყველაფერი ბილ გეიტსის მოწყობილია, შემდეგ ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ზიარების კოვზით არ გადადის არანაირი ვირუსი გაგიკვირდება და არა მარტო ჩვენთან იყო სწორედ ასეთი საუბრები და ასეთი ნარატივები სხვადასხვა მხრიდან და არის ესეთი ძალიან საინტერესო ვიზუალური გამოხატულობით რაღაცა ვთქვათ, რომ
უდიდესი ტრაგედიებიც კი ქვეყნის ისტორიაში შემდეგ იქცევა თქვათ ფარსად ან სარეკლამო პროდუქტად. მაგალითად არის ნამცხრების ყუთი, რომელსაც ჰქვია საფრანგეთის რევოლუცია სახელი, ან შემდეგ ჩანს ღვინის ბოთლი, რომელსაც რუმინეთის 1999 წლის რევოლუცია არა და ამ ორივე მოვლენას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა უკვე წლები რო გადის, ეს ყველაფერი იქცევა უკვე გარკვეულწილად პროდუქტად და ბრენდის ნაწილად. ასევე ძალიან კარგად და ღიად არის ფილმში ნაჩვენები ყოველდღიური პრობლემები, თქვათ იგივე სავალ ნაწილზე მანქანის ფეხით სავალ ტროტუარებზე მანქანის დაყენება, ზებრაზე მანქანის დაყენება და საზოგადოებაში თქვათ რატომ არის ევროპული ქვეყანა ცოტა უფრო წინ წასული, ბევრი დისკუსია უფრო მეტად ღიაა ამ კუთხით და უფრო მეტად ღიად არის ნაჩვენები. იგივე აი მართლმადიდებლური რუმინული მართლმადიდებლური ეკლესიის გაკრიტიკებასაც რეჟისორი არ ერიდება ამ ფილმში, იქაც დისკუსიებში ნათქვამია, რომ 99 წელს, როდესაც დემონსტრანტებს ჯარი მისდევდათ, ერთ-ერთმა ეკლესიამ კარი დაუკეტა და ისინი არ შეუშვა და შემდეგ ისინი ჩაცხრილეს და ასე შემდეგ. იგივე ეს კოვზის ამბის გაშარჟებაც ამის ნათელი მაგალითია. ბოლო ნაწილი არის ძალიან საინტერესო, ასევე აქაც შევეცდები რომ არ დაგასპოილეროთ, მაგრამ ეს სასამართლო, რომელიც იმართება და ეს ქალიზის მარტო და მას ძირითადად ეს მამაკაცი მშობლებიც, ქალი მშობლებიც და მასწავლებლები ასამართლებენ და უბნებიან, ის ამბობს, რომ ის არაფერი შვაში არა, მას არაფერი არ ჩაუდენია. იქვე წინასწარ დირექტორი ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი ბავშვებში, ის აღძრავს ძალიან დიდ ინტერესს, ის ძალიან უყვართ და აღვივებს, ასე ვთქვათ, ეროვნულ პატრიოტულ თვითშეგნებას, იმიტომ რომ ისტორიის მასწავლებელია, თუმცა აქედან მოდის, რომ როგორ შეიძლება ამან უკვე ასავლოს ჩვენ შვილებს, იქ რა საზღრობა იყო ეს ვიდეო. ამ ადამიანს აქვს მასწავლებელს კონტრარგუმენტები ზოგიერთ მათგანთან, რომ აი მაგალითად შენ არ იყავიო, რომ მოხვედიო და შენი შვილის ნიშნის ასამაღლებლად ფული რო შემომთავაზეო და მაშინ ანუ კორუფციაში ადანაშაულებს და მაშინ რო არ ავიღეო, ანუ შენნაირი მორალის ადამიანი, ხა მე მეუბნები, რომ შემთხვევით გავრცელებული ვიდეო არის რაც ბავშვების ფსიქიკის დანგრევა და ასე შემდეგ. მოკლედ აქაც არის მთელი ეს ასე ვთქვათ თაიგული ამ ყველაფრის, ამ კონსპირაციული თეორიებისაც, შემდეგ არის ესეც ახალისო ეპიზოდი, რომ ზოგიერთ მშობელს არ აქვს ნანახი ეს ვიდეო და განსაკუთრებით კაცი მშობლები ითხოვენ, რომ მოდი ჩავრთოთ კიდევ ერთხელ დიდ ეკრანზე უყუროთ და ამას ჩართავენ მოკლედ და თავიდან ბოლომდე უყურებენ და იძახიან, რომ არ გამორთოთ. აი ასეთი რაღაცები ხდება ამ ფილმში, მათ შორის იქაც იღურება, ასე ვთქვათ, ამ COVID კონსპირაციების და თემების და ფილმს აქვს სამი ალტერნატიული დასასრული. ერთი იმ შემთხვევაში თუ მას გაამართლებენ, ბოლოს მიდის ხმის მიცემა, რომ გავამართლოთ თუ არა და თუ თქვა მშობლების უმეტესობა იტყვის რომ დავტოვოთ, მაშინ დატოვებენ ამ ადამიანს სკოლაში. ერთი დასასრული, როდესაც გაამართლებენ, მეორე დასასრული, როდესაც პირიქით უფრო მეტი ხმა არის ამ ადამიანის გაგდებისთვის სკოლიდან, ან აი მესამე დასასრული, რომელიც ჩემი აზრით აღარ გეტყვით ამას და თქვენ თვითონ უნდა ნახოთ მაყურებლებმა, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი რეალური შოკი, გამოფხიზლება მთელი საზოგადოების და ასეთი მეთოდები შეიძლება გამართლებულიც კი იყოს ისეთი, ასე ვთქვათ, დახურული საზოგადოებებისთვის და ისეთი სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფებისთვის, როგორც იმ ფილმში არის ნაჩვენები. დიდი მადლობა, უყურეთ ფილმებს და აიმაღლეთ თქვენი მსოფლმხედველობაც, ყურადღებაც, მათ შორის ისეთი თემებით, რომელიც თქვათ არ არის სასიამოვნო და შეიძლება იყოს უხერხული საყურებლად, ეს აუცილებელია.